ადამიან რომელსაც პირველად კოკაინი გამასინჯა. ფიტნესი რავი არ დაიკარგება უშენოთაც და იმ კანონზე გასაგებია რა. ფე როგორ ვიპოვეთ ერთმანეთში ხო, გახსოვთ? ნახე მე Hotel Beach გაუგებარი Young Mike-თან ერთად. მოგესალმებით YouTube მაყურებლებო, მე გახლავართ Young Mike-ი, თქვენ უყურებთ გადაცემას გაუგებარი. დღეს ჩემი სტუმარია ქართულ რეპში ყველაზე ცნობილი და წარმატებული ფიტნეს ინსტრუქტორი. რეპ სამყაროსთვის ენემი, ხოლო ფიტნეს სამყაროსთვის მიშკა გოგავა. როგორ ახლა? PT motherfuckers have no PT. I eat like bread. I eat bread like PT. Oh, shit. Bread PT. PT. Bread PT. The guy? ფოტოშორის მე და მიშკა სეხნიები ვართ. ასევე ერთი ზოდიაქოს ნიშანი გვაქვს. Yep. ასევე ორივე ემინემის მიმდევარი ვართ. Yep. და ნუ ეხა მე ესეთი შედეგებით ვერ დავიკვეხნე, მაგრამ ორივე ფიტნესის მიმდევარიც ვართ. ხო, და სხვათა შორის იმით რო იკვეხნიან ხოლმე, ხო იცი, აი მაგალითად, ეს იყო ადამიანი, რომელსაც პირველად მომაწევინა და ეს იყო ადამიანი, რომელსაც პირველად კოკაინი გამასინჯა, რო იძახიან ხოლმე, ეს იყო ადამიანი, რომელსაც პირველად მაჩუქა კრეატინი. ასე რომ რა მოგიყვანა ჩვენთან? აბა როგორ აღმოჩნდი ბარში? ვერ ვიმატებ ვერ იმატებ. მოსწავლეებს. ეხლა ნახე, რახან ამ ბარის თემატიკაში ხარ, გეყოლება რა, ეხლა ბევრი ისეთი ტიპი, რომელიც აი ეს დაგიჯდება რა და ზოგს დაკლება უნდა. მიმატოვა სიმსუქნის გამო და შენ უთხარი რომ მე მყავს შინაური, 10 ლარი დაამატე, შინაური, რომელიც კალორიულ დეფიციტს შეგიქმნის და You know someone like that? Let's just say I know a guy who knows a guy. კარგი და ესე როგორ გინდა რომ გადააყოლო ეხა გული ამ დალევა დაიწყე შენ თუ რას ამბობ რას მე არა, დალევით არასოდეს არ გამოვირჩეოდი ასე რომ იმედია დღესაც არ მომიწევს. კარგი თუ ესეთი განწყობით ხარ მაშინ მე უფრო კაი რაღაცას დაგალევინებ. ოკეი. დამთავრდა გადაცემა. აჰა, ჩვენი Here it კოქტეილი მზად არის. Nice. გამარჯოს. შენი ჯანმრთელობის იყოს და შენი გადაცემის წარმატების იყოს. გენაცვალე ძმაო, გენაცვალე. პროტეინის მსმელი კაცი ხარ და აი მე ესეთი კითხვა მაქვს შენთან. შენ ცოტა ხნის წინ დადროპე დიდი ხნის პაუზის მერე ალბომი. რომელსაც ქვია, შეგვახსენე? Enemies Spotted. Spotted. ანუ ფოთი შუაში. Spotted. რა მაინტერესებს ახლა, ანუ აპირებ ახლა კიდე აქტივობას, რაღაცა გვპირდებოდი რომ რაღაცა უფრო აქტიურად დავბრუნდებით. ხო, ნახე, კი. მაგრამ ბევრი უინტერესო ამბავი რო არ გახდეს, თან სწავლა მიწევს, თან წერა მიწევს, თან მუშაობა მიწევს და თან ჩემ პროფესიის მიმართულებას, რა. უფრო გინდა რომ კვალიფიკაცია აიმაღო. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ გინდა არ გინდა, ჩემი ცხოვრება მაინც ვარჯიშით დაიწყოს, ნუ ხალხი მართალია მუსიკით მიცნობს, მაგრამ მუსიკამდე ყოველთვის იყო ვარჯიში, იმიტომ რომ მამა ჩემი ტანმოვარჯიშე იყო და რაღაც თელი ამბები სიყვარული ბავშვობიდან მქონდა, რაღაც ტუგნიკები და რაღაცები სახში რო გაქვს. რა დამოკიდებულებაც მაქვს ფიტნეს, ან მუსიკის მიმართ, ძირითადად ფიტნესმა გამოიწვია რა. იმიტომ რომ როგორც ფიტნესში გიწევს საკუთარი სხეულის ვარჯიში, აქაც იგივე დამოკიდებულება მაქვს რა, როცა დავჯდები და რაღაც ნოუთებს ვიწერებ, ჩავრთავ, ესეც ვარჯიშია ჩემთვის რა, ისე კი არა რომ აუ გამიქრა ეხა მუზა და რაღაც. ასე რომ რავი, თუ შეკითხვა იქნება დღეს ან ეს, დაელოდეთ მაგაზე პასუხს, არ გადართოთ. Here I come. Oh, here I come. Oh. უფრო მეტი ბარი დაგიწერია თუ უფრო მეტი მისვლა გაგიკეთებია? უფრო მეტი მისვლა გამიკეთებია. მართლა? იმიტომ რომ არა, მოდი ესე ვიტყვი, უფრო მეტი ხარისხიანი მისვლა გამიკეთებია, ვიდრე უფრო მეტი ხარისხიანი ბარი დამიწერა. თულიანი ხა ეს ერთ ვერსში ყველა ბარი და თანაბარი ხარისხის იყოს. არა, ხო, თან Lil Wayne-საც კი უჭირს ეგ და მე Hotel Beach-ს რო ეგ გამიჭირდეს. ხო, მაგრამ შეხედე შენ საქართველოში ქართული რეპისთვის შეგიძლია ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა, ჩემი აზრით რა, ნუ ჩემი სუბიექტური შეფასებით. Okay, thanks. ფიტნესი, რავი, არ დაიკარგება უშენოთაც რა. ნახე, მე სამაგეროდ მე დავიკარგები ფიტნესის გარეშე, ეგ არის აქ თავარი. ეგ რაღაც რეალობაც არსებობს, ხო. აი, შენ მაგალითად უფრო
შეკრული ჰიპ-ჰოპ საზოგადოება ხარ რა. ანუ ყავს უფრო მეტად. მე საერთოდ არ მყავს. ანუ ხშირად ვამბობ ხოლმე რომ აი მაგალითად რაღაც ბარსო დავწერ. რეალურად ეხა მინდა რომ აი ჩემო ძმაკაცმა ვიღაცა მითხრას რომ აი what the fuck აი ვისაც ადამიანს ლამის 90% ხედავ დღის განმავლობაში, მაგრამ ეგეთი ტიპები ირგვლივ არ მყავს არავინ რომ აი მაგარი flow ქონდა რაღაცა. მაგრამ მაგას ხო შენქნი მაგ საზოგადოებას. ხო, მაგრამ ეგ არ რთული. ნახე? მაგ საზოგადოებას ხნი, მაგრამ აი მაგალითად ეხა როგორც შენთან გახსნილი ვარ. ჩვენ როგორ ვიპოვეთ ერთმანეთი გახსოვს? ხო, ნახე, ეგ არის. წარმოვიდგინე იქედან მოყოლებული. ერთადერთი ადამიანი იყო, წარმოვიდგინე რამდენი წლები, ხო, გავიდა იმის მერე, აი სტუდია რომ მქონდა, რომ პელე გავიცანი და რაღაცა და აი მან დამთავრდა, იმიტომ რომ ორი სამი ადამიანი. შენ საკმარისზე მეტი ბაზისი გაქვს იმისთვის, რომ აი ძალიან მარტივი bounce back-ი გააკეთა. ხო, მართლა არის რამდენიმე ადამიანი, არ ვიტყვი ხა 200 და 100 ადამიანი. 3-4 ადამიანი. არა, ჩემთვისაც ესე არის. შეიძლება ყველას იცნობდე და ყველასთან რავის ნორმალური გამარჯვება გქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველასთან ერთ საქმეს რო აკეთებს ორი ადამიანი, არ ნიშნავს, რომ ისინი ერთი ხედვა აქვს და პერსპექტივა. ერთი ხედვა აქვს. ხო, შეიძლება მიზანი, ხო. საერთოდ არ ნიშნავს. ვაფშე სხვადასხვა გზით იყვნენ. მე მინდა რომ ერთი ჩელენჯი შემოგთავაზო შენ. Yeah, buddy. ცოტა გავართულოთ. გადავდგათ. უნდა აირჩიო. აჰა. ან ერთი, ან მეორე, ხო. ან უნდა დალიო ელკარნეტინი. Okay, give me that. I need it! ვიღაცა შეიძლება ბანალური ეგონოს. ხო. მაგრამ მე და შენ ვიცით რომ ეს არ არის ბანალური. კი ბატონო. ემინემი თუ თუფაკი. როცა ადამიანს აი გამსჭვალული და აი მიზანმიმართული და laser focus მენტალიტეტი აქვს და აი შენ ადამიანს მარტო მენტალიტეტის გამოც კი იცნობ და არა იმის იქით რა ხდება რა, ეგ უკვე ყველაფრის მთქმელია, აი რამდენად დიდი ტიპაჟი ხარ. იგივე არის მაგალითად აი ბობ მარლის შემთხვევაშიც, რომ არიან ტიპები ნებისმიერ ჟანრში, რომელიც აი ჟანრს იქეთ არიან, აი ყველგან არიან რა. მაგით არის ეგ ტიპი რა, რაღაც საოცრება, ასე რომ მაგის გამო თუფაკი რა და კიდევ ბევრი რაღაცის გამო. მე აღარ ვიტყვი ჩემს უბრალოდ მინდა რომ მაყურებელმაც იცოდეს რომ შენ გაქვს არ ვიცი ეს პრეცედენტოა თუ სხვასაც აქვს ემინემის და თუფაკის პორტრეტები გვერდი. Yep, like that. აქ და აქ პრინციპში კანიეც არის ცოტა ხანში გადაფარვა მომიწევს ალბათ ამის და Ice Cube-ად გადავაკეთებ. არ ვიცი. არა კანიე. ხო, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. მაშინ კანიე თუ კენდრიკი. Shit. კანიე. იმიტომ რომ არ მოგიწევს გადაფარვა. არა, ხო. არა, კანიე, იმიტომ რომ როგორ უფრო მრავალფეროვანია და აი უფრო დიდ მასებს ედება და უფრო დიდი გავლენა აქვს ვიდრე კეიდაც. შეიძლება სტილისტურად კენდრიკი უფრო მომწონს, მაგრამ რეალისტურად, ნუ კანიე რა, აი შანს მორჩი მან დამთავრდა ლაპარაკი. მეც ეგრე ვფიქრობ, რომ I just told you who I thought I was. A god. დაუბრუნდე PvP-ს თუ დაუბრუნდე გამას. დაუბრუნდე PvP-ს რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს გინდა არ გინდა ეხა რომ დავიჩემო რომ რაღაც გამაში უნდა დაუბრუნდე. ხო და ეგ არის რომ რა თქმა უნდა დაუბრუნდე PvP-ს, იმიტომ რომ ისედაც შემიგონება მაგ მხრივ წერს და ამუშაობს, ასე რომ easy. ჯარული თუ მაშინგანქელი? მე უფრო ჯარული მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ lyrically machine gun kelly ბევრად მაგარი ტიპი არის. მაგრამ ჯარულს აი ნიუ-იორკელი 2000 აი ჩვენი golden period-ი რაც იყო, ეგ არის რა. მიუხედავად იმისა, რომ ნახე ვერსასში ჯარული და კი როგორ არა. მაგარი. ძალიან მაგარი იყო. არნოლდ შვარცნეგერი თუ რონი კოლმენი? შვარცნეგერი. შვარცნეგერი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენი ოლიმპიადაც აქვს მოგებული იქიდან ერთი ორი ნაჩუქარია, ერთი ძალიან კონტროვერსიალ არის, იმიტომ რომ რაღაც მიზეზების გამო. ხო, მე ესე დეტალურად არ ვიცი ეგ. ხო, არის ხოლმე რა, იმიტომ მე რომ უფრო კინოდან შემიყვარდა არნოლდი. ხო, ნახე მაკეთ მივდივარ, აი მაგალითად ეხლა შეგიძლია იგივე. მე უფრო აი გუბერნატორობით. ხო. ის იმ კანონზე გახსოვს რა თქვა, რა. მეორე ჩელენჯიც მაქვს. ისევ იგივე პრინციპით გრძელდება. აქ არის დაამთავრე ბარი, მე შენ გეტყვი. შენი ინტერპრეტაციით არა ვაღოთ, იმიტომ რომ ეგეთ შემთხვევაც იყო, რომ ხო. Okay, gari. ანუ უნდა ვიცოდე. ხო, უნდა იცოდე რა. No more games, I'm a change.
ძალიან არ ვიცი, ძალიან ცოტა. არა იცი. No more games I'm a change. აუ, ეს ემინემია, ხო? კი. Fuck. აუ, না. No more არა, ნუ რადგან ემინემი გამოიცანი. No მაიცადე more games I'm a change what you call rage. Tear this motherfucking cage of roof of two dogs cage. ხო, okay. სახიობი გინდა როლი ჰოდა ფოთიდან ჩემია? არ არის შე. არ არის, ხო და არ ვიცი. ვისია? ბანი. არ ვიცი, მართლა არ ვიცი. მოწრუპე. Let's go. Okay. კარგი და ერთიც მაქვს რა. ყველა გენიოსობთ არა და მაიმუნზე. არ ვიცი, მართლა არ ვიცი. როგორ არ იცი? არ ვიცი. ძალიან ძველია და არ გეწოდინე. შენია. ჩემი არც ეგ არ ვიცი. Fuck no. ყველა გენიოსობთ. არა და მაიმუნზე ნაკლები გაქვთ IQ. ხო, არ ვიცი. საიდან არის არც ეგ არ გახსოვს? ამ ჩემს ეგეთი ტრეკი. უი, ხო, მე და შენ რო გქონდა, damn. ხო, მართალი. ფოლოს ზა. ეხლა სხვათა შორის. რაღაცნაირად გული დამწყდა რომ დაგალევინე. არა კაცო. არასოდეს ცხოვრებაში აი ტექსტის სწავლა არასოდეს არ მიყვარდა ხოლმე. აი მაგალითად თუნდაც აი lose yourself-ის რა. თითქმის არასოდეს არ ვიცოდი აი bar to bar, აი ხალხმა ხო იცი რომ ყველაფერი და აი ყველაზე მეჯერექ სიმღერა მაქვს. რაღაცნაირად ჩემი გონება ყოველთვის თიშავს ხოლმე რა. ეგეთი ისე მაქვს განცდა რომ როცა რამეს უსმენ ყოველთვის რაღაცა იმის ფეხსაცმელს ვირგებ რა, აი მაგალითად აი როგორ წერდა და რა ამ ფიქრებში რო ვარ ხოლმე, ეს სიტყვას ვერ ვიზეპირე, მე მაქსიმუმ აი ჟღერადობით გავიმეორო ხოლმე რაღაცები. მაგიტოა რომ ჩემიც ვერ მომახსოვრდება, იმიტომ რომ სულ სხვანაირად პროცესირებს ამ შემთხვევაში ჩემი ტვინი რა, ამიტომ თავიდან ჩვენ სხვა შევასრულოთ რამე. სხვათა შორის ეხა კამერის წინაც უთხარ, მიღმაც უთხარი უბრალოდ რომ რაც მაქვს ის წავიკითხა გზაში, ტაქსში, ისედაც გრძელი გზა იყო და დავწერე და ასე რომ ზეპირად ეხა ვერ ვისწავლიდი ტაქსში მაპატიეთ, მაგრამ თუ საშუალება არის, ესე დრეიქივით. Young, I got you. Look. თუ ვერ გაუგე ბარში, რა გესაქმება ხარ გაუგებარი, გაუგებრობიდან გაუღე კარი, გამგებიანს და მათ გაუგდებარი, თანგუბი არის, წყალია სადროცა საწყალს წყალი მია გაუგეფარი, თვითზნეს, პიზნეს, თუ არ ხარ ბარიდან ბარში როგორც გაუგებარი, ჩუმად ხარ გექმება ხმაურზე შარი, ამათი პანჩი, ლანჩი, ანდაც საუზმი არის, fucked up მიზნები, ბარბაროსი ვარ მაგ ბარბარიზმები, ვიცი არ გესმით ხარ გაუგებრობაში, მაგრამ აქ მე ვარ და გაიგებ რომაში, როცა მაიკი ეტყვის შიშს, მაგრამ მაიკში ვერ ხედავ შიშს, მაგრამ მაიკში მე ვხედავ შიშს, ას ფიქფაია არ ვთვლი ბიტს, ნაბიჯი ძლიერი დაუგდებ ზარი და მითხარი რა არის გაუგებარი, გაუგებარია აქვს რა მართია გაუგებარი ხო მისა მართია გაუგებარია რატო ვერ მოგვაგენი აუგდებარი ნუ იტყვის შარია თითქოს თარაზო გამიცდა გრადუსებს მაზავ ვერ დავლევ გათვლა გრადუსებს ხაზავ გაუგებრობაა თუ არ უსმენ ბაზარს ჰიტი ნახوي გზადრუსებს ბაძავ მაიკი ბარმენი და ბარმენი სტუმრად yeah let's go man ქართულ რეპში კიდე რამდე შემობიტან გოუთი ბოციკნებ მარას არ უნდა თქვან არ მიბედრითასთან თვითონ მომაკითხავ თან ვაში მშილე ფეიქერს ფეხებს ვერ მომჭამ Air Force Ones Nike ტიპებს შურთ დაბაწეკი გულზე ლაიკი გოგო დავიჯინე არ დამჭირდა ბაიკი უკან მარტო moonwalk მივდივარ ყველა კი არ მქვია მაიკი სადაც მიხვალ დაიხურე იქაური snapback არ ვარ ჯარული მაგრამ ეს არის clapback დავწერე ისტორია როგორც rap track მიპოვე კვარცხლბეკი ზეფეხებით შევდექი თუ შენ საქმეში ნადირი ხარ იმსახურებ მურალს ყველა ცხოველი მიყვარს ვარ Ace Ventura გვაკონტროლებ თამაშს joysticks წურავ ტურებს ხურავ სისატურა აუ დიდი მადლობა რომ არ გათიშეთ ეს ვიდეო და აქამდე გაუძელით ეს იყო გაუგებარი, ჩემი სტუმარი იყო ენემი, მე ვარ Young Mike, დროებით. წლების მანძილზე ვუშვებდი ამ შეცდომას. ქართულ და ინგლისურ ვიდეოებს ერთ არხზე ვტვირთავდი. შედეგად ალგორითმი აირია. ქართული არხის გამომწერებს ინგლისური ნაკლებად დაინტერესებთ, ამის გამო ქართულ ვიდეოებსაც დააკვდა ნახვა. გადავწყვიტე დავიწყო ნოლიდან. შევქმნით ცალკე არხი, სადაც მხოლოდ ინგლისურ მასალას განვათავსებ. თუ გაინტერესებს ჩემი ინგლისური შემოქმედებაც, გამოიწერე Cash Life.